ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია ჰაიდელბერგ ცემენტი. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, ჰაიდელბერგ ცემენტი, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემის სპონსორია ლუცახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუცახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუც, კიონიკ პილსნერი. კიონიკ პილსნერ. დააგვირგვინე წარმატებული დღე. ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. დილომშვიდობის ქართულმა ღვინის კომპანიებმა პირველი რუსული აქციზური მარკები უკვე მიიღეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევონ დავითაშვილის განცხადებით, რუსული აქციზური მარკები მიიღეს კომპანიებმა დუგლასის ღვინის სახლი, ალავერდი და მარნის კარი. ამ კვირაში პროდუქცია ტრანსპორტირებისთვის გამზადდება. მომავალ კვირას კი ალკოჰოლის პირველი პარტია რუსეთში გაიგზავნება, აცხადებს დავითაშვილი. ამასთან მისივე თქმით, 10 ივნის საქართველოს რუსეთის სამომხმარებლო უფლებათა დაცვის ფედერალური სამსახურის სპეციალისტ და მესამე ჯგუფი ეწევა. ისინი იმ ღვინის კომპანიებს შეამოწმებენ, რომელთაც წინა ორი ინსპექციის დროს საკუთარი პროდუქციის ნიმუშების წარდგენა ვერ მოასწრეს. მე აქვე გეტყვით, რომ ხვალ ხუთშაბათია და ტრადიციულად ჩვენ ხუთშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში შევეხებით აღნიშნულ თემას, ანუ როდის დაბრუნდება რუსული პროდუქცია, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. განვაგრძოთ გადაცემას, დევნილებს ბიზნეს პროექტებს დაუფინანსებენ. პრეზიდენტის ბრძანებულებით ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უკვე შეიქმნა. ახალ სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს დევნილთა სამინისტრო გაუწევს. მისი დაფინანსებაც სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოხდება. უკვე ცნობილია, რომ დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დონორები ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი 5 მილიონ ევროს და 2 მილიონ დოლარს გამოყოფენ დევნილთათვის შემოსავლის წყაროს მომტანი პროექტების განხორციელების სტრატეგიის შემუშავება. ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს სტრატეგიის ჩარჩოს შექმნას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ეკონომიქსი, რადიო იმედის ეთერში. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია ჰაიდელბერგ ცემენტი. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, ჰაიდელბერგ ცემენტი, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემა ეკონომიქსის სპონსორია ლუცახარში ზედაზენი. დააგვირგვინა წარმატებული დღე. მიირთვი პრემიუმ ლუდი კიონიკ პილსნერი. განვაგრძოთ გადაცემას. ზაფხულთან დადგომასთან ერთად აქტუალურია საკითხვა, სად დავისვენოთ. დღეს მათ შორის გაიმართება იტალიის კურორტ ფორტე ვილაჯეს პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულია 25-მდე საქართველოს წამყვანი ტურისტული კომპანია და მედია საშუალებები, თუმცა ჩვენ მანამდე საშუალება გვაქვს გავიგოთ აღნიშნული კურორტის შესახებ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე. ქალბატონო ნატა, გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ქალბატონო ნატა, მე როგორც აღნიშნე, უკვე ზაფხულია და აქტუალურია მკითხვა, სად შეიძლება დავისვენოთ. რას თავაზობს აღნიშნული კურორტი ქართველ და მომხმარებელს, ანუ თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ აღნიშნული კურორტის შესახებ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. რაც შეეხება დღევანდელი კურორტის პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო რეზიდენციაში გაიმართება, უშუალოდ უკავშირდება ამ კურორტის წარდგენას ქართველი მომხმარებლისთვის. პირველ რიგში კურორტის გაცნობა ხდება ქართველი ტუროპერატორებისთვის, იქიდან გამომდინარე, მათ აქვთ ძირითადი შეხება ქართულ მომხმარებელთან, რომელიც ირჩევენ უცხოეთში დასვენებას. საქართველოსთვის ყოველთვის აქტუალურია თქვენ მართალი ბრძანეთ, თუ სად დაისვენოთ ზაფხულის განმავლობაში. პოპულარული გახლავთ თურქეთის და ეგვიპტის მიმართულება, მაგრამ ეს გახლავთ ახალი მიმართულება, რომელიც უშუალოდ გაცვლილია საშუალოდან მაღალ, ასე ვთქვათ, ბიუჯეტიან მომხმარებელს, რომელიც ირჩევს ძალიან კომფორტულ დასვენებას. კურორტი თვითონ მდებარეობს იტალიის კუნძულ სარდინიის სამხრეთით, რომელიც არაჩვეულებრივ კომბინაციას თავაზობს დასვენების თვალსაზრისით მომხმარებელს. ეს არის არაჩვეულებრივი პლაჟები და შესაბამისად იტალიური სამზარეულო, რომელიც ძალიან იზიდავს დამსვენებას. თვითონ კურორტი მაღალი მომსახურებით გამოირჩევა, თავისთავად აღჭურვილია მაღალი კლასის, ასე ვთქვათ,
შესაბამისი ესე ვთქვათ დაშენების განკუთვნილი პირობებით და თავისთავად არაჩვეულებრივი უნიკალური ცენტრებით თვითონ ფაქტიურად კურორტი წარმოადგენს ბოტანიკურ ბაღს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა დაიშენო ზღვის სანაპიროზე და სიამოვნო ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სიმწვანე რომელიც იზიდავს უშუალოდ მოხმარებას როცა ზღვის სანაპიროზე ისვენებენ თვითონ კურორტი აღნიშნეს არის მაღალი კლასის და მაღალი სერვისით გამოირჩევა და დარწმუნებულია ქართულ მოხმარებაში ძალიან პოპულარული გახდება. გასაგებია თქვენ ისაუბრეთ საკმაოდ მაღალ სერვისზე, მაგრამ აქ მეორე კი არა და პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფასი. ანუ ბრძანეთ რომ მაღალი კატეგორიის, ასე ვთქვათ, საშუალოდან მაღალი ფასი თუ შეგიძლიათ დავუშვათ 10 დღიანი ტურის ფასი თუ როგორ იქნება ეს ერთი კვირა 10 დღე, როგორი შეთავაზება მოხდება? იცით რა ფასებიდან გამომდინარე შეთავაზებას რაც შეეხება ფასების წარდგენა მოხდება დღეს ტუროპერატორებთან და უშუალოდ ტუროპერატორები წარადგენენ მე მომხმარებელთან. ფასები საშუალო მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და თავისთავად უკვე როცა პრეზენტირების შემდეგ მოხდება უშუალოდ გაცნობა თითოეულ მომხმარებელთვის. ქართულ მომხმარებელს შეუძლია მიმართონ ტურისტულ კომპანიებს, რომელიც გამყვანი ტურიზმით არიან დაკავებული და მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებენ უკვე ამ კურორტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, მაშასე დღეს სექტემბერ რედისონში გაიმართება იტალიის კურორტ ფორტე ვილაჯის პრეზენტაცია. და გამოშვების ბოლოს ერთი ინფორმაცია TBC ბანკმა ბაზარზე ახალი პროდუქტი უკონტაქტო ბარათები გამოიტანა ბანკის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით მათ ვისაც სურს დაზოგოს დრო და გაიმარტიოს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენა უკვე შეუძლიათ TBC ბანკის უკონტაქტო ბარათებით ისარგებლონ მოხმარებელ შესაძლებლობა აქვს TBC ბანკის ნებისმიერი ვიზა ბარათი როგორც საკრედიტო ასევე სადებეტო უკონტაქტო ბარათად აქციოს სასურველი ნივთის შესაძენად საჭიროა მხოლოდ ტერმინალზე ბარათის მიახლოება ამისათვის ვიზა ბარათი რომელსაც ყველაზე ხშირად გამოიყენება შოპინგისას მომხმარებელმა უნდა ახლოს TBC ბანკში, რაც მისცემთ მათ საშუალებას ყველაზე მარტივად, კომფორტულად და სწრაფად განახორციელონ გადახდა ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, აცხადებს ბანკი და აღნიშნავს, რომ გადახდის უკონტაქტო ფორმა სამჯერ სწრაფია ჩვეულებრივ ტრადიციულ ფორმასთან შედარებით. უკონტაქტო ბარათების ღირებულება არსებული ბარათების ღირებულების ანალოგიურია. აღსანიშნავია, რომ თუ დახარჯული თანხა 45 ლარს დაღემატება ბარათის ფლობელს, ტერმინალზე პინ-კოდის მითითება დაჭირდება. TBC ბანკის უკონტაქტო ბარათის გადახდა უკვე შესაძლებელია 700-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში. ამ დროში სულ ეს იყო ბიზნესა და ეკონომიკის სიახლეებით ეკონომიქსი რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდებათ 16 საათი და 15 წუთით თქვენ კი დარჩით რადიო იმედის ტალღაზე წინ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ მე რა თქმა უნდა ტრადიციულად შემოსავლიანი და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.